ეთერშია პროექტი უცნობი კავკასია. ეთერშია პროექტი უცნობი კავკასია, მას დღეს მე ნინო ჟიჟილაშვილი წარმოგიდგენთ. საქართველოს ციხეებში პატიმრებს კვლავ ცუდად ეპყრობიან, ეს გახლავთ მხოლოდ ერთი ფრაზა იმ დასკვნიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად გამოაქვეყნეს. პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ თემაზე დღეს უცნობის სტუდიაში ისაუბრებენ სახალხო დამცველის მოადგილე ქალბატონი სოფიო ხორგოანი და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. დიდი მადლობა, რომ გამონახედრო და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. მე აქვე აუცილებლად მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს იმის თაობაზე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვეცადეთ, რომ იუსტიციის სამინისტროდან ამ პენიტენციალურ სისტემიდან უშუალოდ ვინმე მოგვეწვია სტუდიაში, რომ გაიკეთებინა კომენტარები, განმარტებები იმ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელსაც სავარაუდოდ დღეს აქ მოვისმენთ, თუმცა ჩვენი მცდელობა არ გამოდგა შედეგიანი, თუმცა ვიტოვებთ იმედს, რომ გადაცემის ფინალამდე ტელეფონზე 380-800 ამ სამინისტროს წარმომადგენლებს მოუნდებათ გამოხმაურება და საკუთარი განმარტებების გაკეთება. ეს ტელეფონი მუშაობს თქვენთვისაც, მსმენელს მივმართავ 380-800 გელით შენიშვნებით, თქვენი მოსაზრებებით და კონკრეტული ინფორმაციით. ქალბატონ სოფიო, მინდა კითხოთ, ვიცი რომ ახლა ჩვენი გადაცემა ცოტა დაგვიანდა, განვმარტავ ჩვენს მაყურებელს მხოლოდ თქვენი მიზეზით, იმიტომ რომ თქვენ მოდიხართ უშუალოდ ერთ-ერთი ციხიდან. მინდა რომ ძალიან მოკლე აღწერილობითი ხასიათის შესავალი გავუკეთოთ. რა ხდება ციხეში ამ ბოლო ხანებში? ძალიან ბევრს წერენ და ამბობენ, რომ იქ არის არანორმალურად მძიმე მდგომარეობა. ვეთანხმები ამ მოსაზრებას, არის მძიმე მდგომარეობა. ყველაზე შემაშფოთებელი ჩემთვის არის ის, რომ პატიმრებში არის შიში. მათ ეშინიათ საუბარი, ეშინიათ იმის გამო, რომ ისაუბრებენ ან რაღაცას მოითხოვენ, ან იტყვიან, რომ მათ რაღაც პრობლემა აქვს, ამის გამო მათ შემდეგ უფრო მეტი პრობლემა შეექმნებათ. პირდაპირ მეუბნებიან, თქვენ ახლა წახვალთ და მე პრობლემა შემექმნება. მე ახლა ვიყავი რუსთავის მე-6-ში, სადაც გადაიყვანეს ის პატიმრები, რომელმაც ნოემბერში მიმართა სახალხო დამცველს 400-მა პატიმარმა საჩივარს ხელი მოაწერა. მე ვიყავი, მე შევხვდი იმ რუსთავის მეორე ზონაში ამ პატიმრებს და ერთ-ერთმა დათო მულაძემ რეჟიმის თანამშრომელმა იხუბრა კიდეც. თქვენ ისინი ხართ ხო? ბევრს საუბრობთ, არა ჩივით, არა დაგკრიტავთო. ანუ კრიტს ახლა გავმარტავ, ეს არის საპყრობილის რეჟიმი. ანუ თქვენ საპყრობილის რეჟიმი გემუქრებათო, დაგკრიტავთო. მე ვიფიქრე იხუმრა თქო. თქვენი თანდასწრებით ჩემთან რაღაც იხუმრა, თითქოს გაიღიმა რაღაც ესე თქო, მე ყოველს ბევრს ლაპარაკობთ, რაღაც ისე გაიხუმრა. და მეც ვიფიქრე, ეს ხუმრობა იყო. ჩემი იქ სტუმრობის შემდეგ, 3 დღის შემდეგ ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერეს ამ საჩივარს 20 გადაიყვანეს საპყრობილის რეჟიმში, რუსთავის მე-6-ში. არავის მათთვის არ განუმარტავს რატომ. გამოდის რომ თქვენთან საუბარი თქვენთან კი მათთვის დაცვის მაგივრად გამოვიდა რომ პირიქით მოახერხეთ. თქვენ ჩვენთან იყავით და აი 3 დღის შემდეგ ესეთი რამე დაგვემართა. რეალურად იმის ნაცვლად რომ ჩვენი საჩივრist იმის შემდეგ რომ ჩვენ განვაცხადეთ რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს, ეს პრობლემები არ გამოსწორებულა, ჩვენ ამის გამო დავისაჯეთ. ეს არის ფაქტი. ბატონო გელა, ჩვენ ესე ზოგადად გვიწევს ამ წუთში შესავლის გაკეთება, თუ შეგიძლიათ გითხრათ აი რამდენ ხშირია კონკრეტული ფაქტები, აი კონკრეტულად ცუდად მოპყრობასთან დაკავშირებით, დანარჩენ ნაწილს უფრო მოგვიანებით განვიხილავთ. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა ესეთი აქტუალური საკითხის წამოწევისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში და სამწუხაროდ ერთმნიშვნელოვანი არ არის, ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენაც, გარკვეული თვალსაზრისით და მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა, უფრო მეტი რამ შეიცვალა უარესობისკენ. რას გულისხმობ, როდესაც ლაპარაკობ უკეთესობას? ბევრი პრობლემა აღმოიფხვრა, მაგალითად აღმოიფხვრა საკნების გადატვირთულობის პრობლემა. ის ახალი ციხეები, ახალი საპყრობილები, რომელიც გაიხსნა, იქნებოდა ეს ქუთაისის მეორე, რუსთავის მე-6, გლდანის მე-8 თუ სხვა საპყრობილები, იქ ეს პრობლემა ანტისანიტარიის გადატვირთულობის, როდესაც ერთ საწოლზე მოდიოდა 3, 4 და 5 ადამიანი და ესეთი გაუსაძლისი პირობებს ამ კუთხით არ არსებობს, მაგრამ წამოიჭრა მეორე სახის პრობლემები, რომელიც ადრე არ ყოფილა პენიტენციურ დაწესებულებებში, ეს არის პირდაპირ ცემის ფაქტები. ყველაფერს თავი დავანებთ, აი სწორედ იმიტომაც ეშინიათ ადამიანებს, იმ პატიმრებს ამის ლაპარაკი, ადრე ეს არ იყო, ეს ღია იყო. იქიდან გამომდინარე, რომ დაიხურა ფაქტიურად ციხეები, ეს კომისიები, რომლებიც ფორმალური სახე მიიღეს და მე მგონი დღეს აღარც არსებობენ, რომლებიც თითქოს მონიტორინგს ატარებენ ციხეებში, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებენ. აქედან გამომდინარე, დახურულ სისტემაში
აქვთ განუსაზღვრელი უფლებები და საშუალებები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პატიმრებზე ბატონობის. იგივე თქვათ, როდესაც განსაკუთრებით კარანტინი ქვია იმ პირველ პერიოდს, როდესაც შეყავთ პატიმარი 1 კვირა, 2 კვირა ისინი იმყოფებიან ცალკე იზოლირებულ რეჟიმში, იქ უნდა დაანახონ მათ ვინ არის აქ უფროსი და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ყოველგვარი საბაბის გარეშე უბრალოდ ცემენ პატიმრებს. არის შემთხვევები, როდესაც ცემენ იმის გამო, რომ მათმა თანასაკნელმა ან ხმამაღლა დაილაპარაკა, ან უხეშად მიმართა რომელიმე ზედამხედველს და ამის გამო იჯება მთელი საკნის შემადგენლობა. ანუ დანაშაული უკვე ხდება ჯგუფური და არა ინდივიდუალური. სხვა პრობლემა არის უკვე სამედიცინო დაწესებულებებში, სხვა პრობლემაა ეგრეთ წოდებულ ზონებში, მაგრამ მაინც გადატვირთულობის თვალსაზრისით, უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით მე ვიტყოდი, რომ პატიმრების მდგომარეობა ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. თუნდაც იმიტომ, რომ აი ბოლო ხანებს რას გულისხმობთ? ბოლო წლებში, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, აი ახალი ეგრეთ წოდებული რეფორმის პერიოდში როდესაც თითქოს ერთის მხრივ კარგია, რომ თქვათ იქ კრიმინალური სამყაროს ბატონობა აღმოფხრილია, მაგრამ ადმინისტრაციამ ფაქტიურად შეითავსა ის ფუნქცია და ის მეთოდები, რითიც კრიმინალური სამყარო მართავდა და რიგითი პატიმრისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს და დიდი განსხვავება არ არის. შავი სამყარო იქნება თუ მისი უშუალო ზედამხედველი, მისი უშუალო, რომელიც უკვე კანონიერად ჩაგრავს მას. ბატონ სოფიო ბაჩვახალაიას გვარს უკავშირებენ ძალიან ხშირად აი ამ ახალი ნარევი ინსტიტუტის შემოღებას პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენის რაღაც სხვადასხვა მექანიზმების დანერგვას. რა თქმა უნდა, ის ამას ვერ იზავდა ვიზირების გარეშე, უფრო მაღალი ხელისუფლების მხრიდან. აი თქვენ ვის პასუხისმგებლობას ხედავთ უფრო მეტად? აი ამ წუთში, აი ამ მომენტში ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ პროდიუსერი ეხლა ცდილობს დაკავშირებას პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელობასთან. ისინი უბრალოდ კონტაქტზე არ გამოდიან. თითქოს მათ ეს თემა არ ეხება და ჩვენ მაყურებელს მინდა განვმარტო. კიდევ ბევრჯერ შევეხებით ამ თემას, მაგრამ სულ ახლახანს გავაშუქეთ, მაგრამ იცით რატომ გადავწყვიტეთ კიდევ, რომ მუდმივად არის ეთერს მიღმა ზარები. ძალიან შეწუხებული მშობლების. ჩვენ რაღაც ისეთი მონიტორინგი გვაქვს, იცით ამ თემას დაწესებული და ბევრ სხვა თემაზე ძალიან ბევრი მშობელი ჩივის, რომ ისინი ვერაფრით ვერ ახერხებენ საკუთარი შვილების ოჯახის წევრების დახმარებას. აი ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება რომ გითხრათ ზუსტად ეს? ბაჩვახალაიაზე ესე რომ საუბრობთ, ნუ როცა არის საუბარი ცემაზე, უკვე ისეთი არის, როგორ გითხრათ, ამას აღიარებენ. საუბრებში, პირად საუბრებში სხვა ციხის დაწესებულების ხელმძღვანელობიც აღიარებენ. პატიმრები მომხდენ ზონაში, მაშინ მე რუსთავის მეორის დირექტორი გიორგი ხუხიას უთქვამს ერთ-ერთ მის მოადგილეს ასევე უცდია რაღაც მსგავსი ფაქტები მის ანუ ზონაშიც ყოფილიყო, ანუ ვიღაც გაულახავს რაღაც ყოფილა და ხუხიამ იხუმრავ ასე უთხრა შენ გლდანი ხომ არ გონიაო. ან თვითონაც აღიარებენ იმას, რომ ეს არის აი გლდანის, ოღონდ გლდანის ციხე არა. ახალი ეს გლდანის ციხე და ახალი მეთოდი კი ვეთქვი მაგას რომ რა თქმა უნდა გარემონტებული ახალშეღებილია კედლები დავუშვათ რა თქმა უნდა კედლებიდან არ ჟონავს ნესტი გეთანხმებით ეს ასე არის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ ახლად შეღებულ კედლების მიღმა ადამიანს არ უთქვამენ ანუ ეს ამას აღიარებენ თვითონაც ერთმანეთში ხუმრობენ და ესეთი თემა აქვს რომ ანუ გლდანში გინდა მოხვდი ანუ აქ რომ ეს თვითონ ეს თანამშრომლები რომლის პატიმრებს ესაუბრებიან რითიცემენ ქალბატონ სოფიო მუშტით რამე იარაღით თუ აი რა ფორმებია ზუსტად მათ რახით რა ფორმა რა იარაღი არსებობს აქ მთავარი ის არ არის იარაღით სამხელს გარტყამ უბრალოდ ხელს გარტყამ ყურისე რომ ყურის ბარაბანი დაუზიანო თუ უფრო მძიმედ და ამაზე არ არის საუბარი არის დამოკიდებულებაზე ის რომ პატიმარს უჩნდება მის განსა თუ ის რამეს იტყვის ანუ რაღაცას მოითხოვს მას ვიღაცა შემოვა და ხელს გარტყამს ისეთ ხშირად არის საუბარი ესენი კრიმინალები რატომ იცავთ კრიმინალებს ეს ადამიანები არიან მათ რაღაც კრიმინალი რა თქმა უნდა დანაშაული ჩაიდნენ ეს და ამის გამო მათ სასჯელი მიეწყოთ მათ ისინი რაღაც ზოგს 4 წელი ზოგს სამუდამო მაგრამ ეს იმას არნიშნავს აქ ყველაზე მძიმე არის ის რომ ღირსების შემოლახავი არ არის ის რომ შენ მხოლოდ სულ პირობებში ცხოვრობ ვიღაცა მოდის ხელს გაგარტყამ შეურაცხყოფას მოგაყენებს ეს არის პრობლემა რა მნიშვნელობა აქვს ერთხელ სილას გამაწნი თუ ორჯერ კი უფრო მტკივნეულია და შეიძლება ზიანი უფრო მძიმე იყოს მაგრამ ვიღაცა რო შემოვიდა ხელს გამარტყამს ეს საკმარისი არ არის ხელის გარტყმა არ არის საკმარისი მაინც და მაინც დაზიანებები უნდა ამეტყობოდა ეს ზოგადად იმაზეც თან ისიც არის რაღაც ეს ხომ რეალურად ამას წამება ქვია ხო ადრე ხო იყო რაღაცა ცემა ცალკე ქონდა ხო ეხლა ყველაფერი წამებაში და არაჰუმანურ დამოკიდებულებაში გაერთიანდა
რა მნიშვნელობა აქვს მუჟლუგუნი დამარტყამ თუ ხელკეთ შემოიტან თუ უბრალოდ ცილას გამოწნავ. ერთი რამე მინდა გითხოთ, ესეთი ინფორმაცია მაქვს, რომ აყენებენ პატიმრებს და აძახებინებენ მიშას რა მადლობა ეს რამდენად რეალობას შეესაბამება თუ ხსმენიათ ამის შესახებ. მართალი გითხრათ, ეგ არ ხსმენია, თუმცა მე თემას გავაგრძელებ, რაზეც სოფელ ლაპარაკობდა, რომ აი თვითონ დაუცველობა პატიმრის, აი იქიდანაც ჩანს კიდევ ამბობ, რომ ვერ ბედავენ ისინი საკუთარი გვარი და სახელით დაასახელონ აი რა დარღვევა არის. ზოგადად რა თქმა უნდა ყველა ბევრს ლაპარაკობს. ადრე ასახელებდნენ. რა თქმა უნდა ასახელებდნენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მერეც ასახელებდნენ პირველ ხანებში, იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესა, ტელევიზია, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც აზრსაც და სიტყვასაც ჰქონდა ძალა და გავლენა და ის ერიდებოდა ადმინისტრაცია. ახლა დღეს რით შეუძლია ადმინისტრაციას დასაჯოს? ერთი ის, რაც უკვე ითქვა, ცემა, არაადამიანური ღირსების შემლახველი მოპყრობა, ეს რაც არ ფორმდება. მე ოფიციალურად კარცერში ჩასმა, რეჟიმის დამძიმება, საყდურის გამოცხადება, რაც უკვე ნიშნავს, რომ ადამიანთა პირობითი გათავისუფლების დროს გამორიცხულია და ყველაზე უფრო მეტად ახალი სასჯელის დამატება, კერძოდ ტელეფონის აღმოჩენა, მაგალითად, მობილური ტელეფონის აღმოჩენა. აღმოჩენა ბრწყალებში, იმიტომ რომ მე როდესაც ვეუბნებოდი ერთ-ერთ ჩემ პატიმარს, აი რითი შეიძლება მაგალითად შენ დაგსაჯონ, როგორ აღმოგიჩენენ და როგორ ვინც დაიმოწმებენ, რაში ჭირდებათ მოწმე. დამიძახებენ მეტყვე, რომ აი ეს ტელეფონი აქ შენ სადაც წევხარ, იქიდან ამოვიღეთ და ამას დაადასტურებს ადმინისტრაციის 2-3 და თუნდაც პატიმარი, ახლა რომელსაც ეშინია, რომ თუ არ დაადასტურებს, მას გაუკეთებენ ეს რაღაცა, გააფორმებენ ნოქს და დამთავრებულია 2-3 წელი დამატებული მაქვს. აი ეს მეთოდები და ეს მექანიზმები ისეა დამუშავებული, რომ ბუნებრივია ნებისმიერი პატიმარი ამასერიდება, რომ თვითონ არ მოყვეს აი ამ რაღაცა რეპრესიის ტალღაში, რომელიც აი ეს მადლობა, ზარი გვაქვს ეთერში, შეიძლება გისმენთ დიახ. კარგი თემაა, რომ წამოსიეთ ეგ, მაგრამ იქნებ შინაგან წესებს არის, რა თქმა უნდა, იქ წესები და შინაგან წესებს ეძახიან. არ გვეს პატიმარი თვითონ იმას, ცემა არ შეიძლება, რა თქმა უნდა. იქნებ პატიმრებიც იმსახურებენ არა, მაგრამ რაღაცნაირად ხელს უწყობენ ამას, რომ მათზე შეურაცხყოფა მიაყენონ. დიდი მადლობა, თუ შეიძლება ამის შესახებ რომ გასცეთ პასუხი კონკრეტული ჩვენს მსმენელს. ქალბატონ სოფია. რას ნიშნავს შეურაცხყოფა მიაყენო? ან ეს ცემა არა, მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენო ეს არა, ნუ ახლა როგორ აუხსნა ადამიანს რომ ეს ამის გაკეთება შეიძლება. თუ შეიძლება რომ აუხსნათ, მაინც იცით რაღაცა შეკითხვა დაისვა, რომელიც შეიძლება რაღაცა დეტალი აინტერესებს. ხანდახან ის ადმინისტრაციის ამ თანამშრომლის მე ხანდახან იცი როგორ იქცევენ, ნამდვილად შენ სიტყვი რომ საცემია. შეიძლება ძალიან ბევრ ჩინოვნიკზე რომელიც არ არის პატიმარი და დღეს მინისტრის მოადგილე თქვა რომ ეხლა ეს ადამიანი კარგი საცემია, ხო? ვიღაცას გაუშვეს ისეთი განცდა რომ ნუ ეს ადამიანი მოგინდა შეურაცხყოფის მიყოდება, გაბრაზდა და უბრალოდ უთხრა რაღაცა შეურაცხყოფელი, მაგრამ ამას ხო არ აკეთებ. რა ხან ის პატიმარია, ამიტომ შეგიძლია მას უთხრა ის შეურაცხყოფელი იყო, რასაც ვერ ეტყვი რომელიღაც ჩინოვნიკს, შეიძლება უფრო მეც იმსახურებდეს იმ კონკრეტულ შემთხვევაში. და შეიძლება ეს უკვე დამკვიდრებული ფორმაა, მაგრამ ბატონო გელა, რა იურიდიული მექანიზმი არსებობს, მოდით ასე დავსვათ ეს კითხვა, იმისათვის რომ პატიმარს, რომელიც აშავებს რამეს, აჭარბებს თავის უფლებებს ციხის ტერიტორიაზე, სხვებს აზიანებს და შემდეგ გასცე პასუხი საკადრის. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ესეთი პატიმრები რა თქმა უნდა იქნებიან და არიან, მაგრამ ეს არის მინიმალური რაოდენობა, 1%-იც არა იმისა, რასაც რეალურად აფორმებენ, რომ თითქოს ეს პატიმრები აშავებენ. იმიტომ რომ დღეს მართლაც არის შიში დამკვიდრებული, მართლაც არის წესრიგი, აი ამ თვალსაზრისით, რომ პატიმარმა ზედმეტი არ გაბედოს არც მეორე პატიმრის მიმართ და არც ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ. როდესაც ახლა ესეთ წესრიგს ითხოვენ, ადმინისტრაცია ბუნებრივია, თვითონ პატიმრებიც მათი ნუ გარკვეულად ისეთი ნაწილი, რომელიც მეტნაკლებად ერკვევა ამ ნიუანსებში, მოითხოვს, რომ კი ბატონო, ჩვენ არ გვეკუთვნის ამანათი? კარგი, მაშინ ჩვენ მოგვეცით ის საკვები, რომელიც გვეკუთვნის, იმ რაოდენობით, იმ კალორიებით, განსაკუთრებით ეს ეხება, ვთქვათ, ავადმყოფ პატიმრებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ RB-ზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან, ეს რესპუბლიკური საავადმყოფო ახლა გლდანის ციხესთან გადაიტანეს და აღმოჩნდა, რომ რადგანაც იმ ციხის ტერიტორიაზეა ის კორპუსი, ფაქტიურად იგივე რეჟიმში ცხოვრობენ ეს ავადმყოფები. არ შეიძლება ამანათის შეტანა, დიეტური საკვების შეტანა და არადა იმის ბრძანება არის გამოცემული ჯანდაცვის მინისტრის, რომელიც არეგულირებს, თქვათ, ცეჰეპატიტიანებს, შაქრიანებს, ცალ-ცალკე დიეტას და ეს ამათ მოითხოვეს, აი სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა ესეთ შემთხვევასთან ადგილი, რომ კი ბატონო, რადგანაც ახლა გადაგვიყვანეთ და ამანათებს აღარ უშვებთ, იქ დაახლოებით თვენახევარი 2 თვეა, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ აი ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის ამის მიხედვით. ეს არ მიცეს, ამათ გამოაცხადეს შიმშილობა. უკვე
5 დღე ისიმშილეს, მაგრამ მეორე მესამე დღე 17 იანვრიდან უკვე ისინი შრალ სიმშილობაზე გადავიდნენ და მოგეხსენება შრალ სიმშილობაზე ადამიანის ორგანიზმი 3-4 დღეს მეც ვერ ძლებს. ეხლა მე არ მინდა დავასახელო ამათი გვარები, ვინაიდან დღეს მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე მოგვარდა ეს პრობლემა და თითქოს რაღაცა შეთანხმდნენ, რომ ეს დიეტური კვება ამათ ეკნევათ, მაგრამ ამათ გაბედეს ეს და გააკეთეს. ეს არის ერთ-ერთი საკანი, მე-16 საკანი, ეგრეთ წოდებულ რეზბალის საავადმყოფოში. აი მინდა რომ უფრო მეტი კონკრეტიკა იყოს ჩვენს გადაცემაში, ჩვენ სწორედ იმ ოჯახებს დაუკავშირდით, რომლებიც გვიკავშირდებიან სხვადასხვა დროს და მოდით ნახოთ ის ფრაგმენტები, რა გითხრეს პატიმრების პატრონებმა. ჩემი შვილი 97 წლიდან არის ონკოლოგიური ავადმყოფი. 3 აქვს ონკოლოგიური ოპერაცია, 8 ქიმიოთერაპია გაკეთებული აქვს და წელს ამ ზაფხულს კიდევ დაემართა ციხეში ტუბერკულოზი. ფილტვის მესამედი აქვს მოჭრილი. ზის სუნთლად უდანაშაულო, აი აბსოლუტურად უდანაშაულო პატიმარი, ტელეფონი ზარის გულისთვის. ისეთი ბრალდებები წაუყენეს, რაც რო ცხოვრებაში არც მოუფიქრებია და გაკეთებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. რაც დაჭერილი არის ამ 3 წლის განმავლობაში, ქიმიოთერაპია ჩაუტარდა 2 ჯერ. წერია რომ პროგრესულად მძიმეა ეს დაავადება და საჭიროებს ამის ყოველთვის მკურნალობას და ყოველთვის მიხედვას. არა, ვერ მივახციეთ. ეხლა გვინდა რომ ესეც იქნება, მან რა ქვია, ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინოს და პირობით სასჯელი მისცენ, რომ გამოუშვან. ნახვის პრობლემა თვეში ერთხელ გვაქვს. არავით არის ამანათი, ზედმეტი ამაზე ლაპარაკი, ფული უნდა ჩაირწოს იქ. აი ჩვენ რო ჩვენი საჭმელი მივაწოდოთ ეს არაფერი. დეპარტამენტს მივორდეთ და აქ რო ვეღარაფერს გავხდით მეთქი, ახლა ხელგეუბნები მივმართეთ ევროპულ სასამართლოს და ევროპული სასამართლოდან მოგვივიდა 39 მუხლი, რომელიც რო ეხლა უნდა იყოს სულ იმ რეზბალინცაზე. სადაც აი შედარებით უკეთესი პირობები არის საყოფა ცხოვრებას ვითომ რო ეძახიან ამას იმათვის, მაგრამ კვების მხრივ არა. რაც გადაყვანილი არის გდანში, შემდეგ საერთოდ არ მინახი, არის ძალიან ცუდი პირობები, ნახვა არის მინებიდან. მე დაიწყეს შიმშილობა, პატიმრება, ამის შემდეგ დაიწყეს მათი გამოყვანა. 3 დღე არ ჩაურიცხე ფული და ფაქტურად მშიერი იყო, არაფერი არ ქონდათ საერთოდ, ესეც საჭმელია, პირს ვერ აკარებენ, ვერ ჭამენ. აწუხებს ღვიძლი, აქვს B, C, D ჰეპატიტი, ცეროზისკენ აქვს, უკვე მაგრამ არანაირი მკურნალობა არ უტარდება. ჩვენ მოვითხოვეთ, გარეთ რო იყო იკეთებდა ქიმიას, ინტერფერონებს, მოვითხოვეთ ჩატარებიყო შიგნითაც ეს მკურნალობა. მაგრამ უარი გითხრეს, ალევინებენ კარსილს. ჩვენ მივმართეთ სტრასბურგს, მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილებას არანაირად არ ითვალისწინებენ აქ. მივმართეთ გენპროკურატურას, საქმე აღეძრა თავიდან, მაგრამ ჯერჯერობით იქიდანაც არ გვაქვს არანაირი პასუხი საერთოდ. სულ 9 წელი აქ მისჯილი და იარაღიდან ესეთი მუხლია ქურდული სამყაროს წევრობა. ძალიან მძიმე ავადმყოფია, ტუბერკულოზური მინინგიტი, შეეყარა ციხეში. და კომაში იყო 1 კვირა და მთელი 1 წელი მკურნალობდნენ. ძალიან ცუდად იყო. ძალიან ცუდი პირობებია. არაფერს არ მეუბნება მე იმდენად, მაგრამ წამლებს ვერ გეტყვით, ახლა მე მგონი წამლებსაც არ ასმევი. ვერ იკვებებიან ნორმალურად. ძალიან ცუდი საკვებია, ვადაგასული. სტრასბურგმა დააკმაყოფილა 39 მუხლი, ხო? ეს 39 მუხლია, რომ იყოს ციხის ავადმყოფოში და გადაყვანილი იქნეს ჩვეულებრივი ტუბ დისპანსერში. ჩვენი მოთხოვნა იყო, მაგრამ ამათმა არ დააკმაყოფილეს. მედია პროექტი უცნობი კავკასია. მე ჩვენს მენელს და მაყურებელს შევახსენებთ, რომ ესენი გახდნენ ოჯახის წევრები იმ პატიმრების, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ავად. მე მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ ჩვენ მათ გამართლებას იყვნენ ისინი დამნაშავეები თუ არა, რა თქმა უნდა, არანაირად არ ვცდილობთ, ჩვენ უბრალოდ მათ უფლებებზე ვსაუბრობთ და არანაირად არ ვერევით სასამართლოს იმ ნაწილში რა მუხლე მიუყენეს და რისთვის ისჯებიან. ჩვენ ვსაუბრობთ მათ პირდაპირ უფლებაზე, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი არსებობენ, ამ წუთში კონდეთ
ჯანდაცვის ელემენტარული პირობები და მე მგონი ბატონ გელას ეცნო კიდევაც ერთი-ორი შემთხვევა თუ შეიძლება უფრო ზუსტად გითხრათ რასთან გვაქვს საქმე. აი ესეთ შემთხვევებში ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ელემენტარულად რაღაც მორალური პასუხისმგებლობებზეც არ ვიცი, რა ხდება ამ დროს, როდესაც ადამიანი კვდება და წამოს არ ასმევს. გეტყვით, ეს არის აი ძალიან ნაცნობი შემთხვევა, უფრო ერთ კონკრეტულ მაგალითს დავამატებთ. ერთ-ერთი პატიმარი არის ნიკოლოზ მახარაძე, რომელსაც აქვს უკანასკნელი სტადია ტუბერკულოზის, აბსოლუტურად ყრუ არის და ეხლა რეანიმაციაშია ამჯერად გადაყვანილი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ აი როგორც 29 მუხლე ახსენეს ეს სასწრაფო ღონისძიების სახით მიუთითა ხელისუფლებას რომ ის უნდა იყოს გადაყვანილი სპეციალიზებულ დაწესებულებაში. და ეს ერთი ძალიან მწვავე მაგალითია, მაგრამ ასეთი მაგალითები ბევრია, მაგრამ სტრასბურგის დაწესებულებების სასამართლოს გადაწყვეტილებას აი დღესდღეობით ხელისუფლება არ ასრულებს. ხშირია ასეთი შემთხვევა? აი ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით გახშირდა ესეთი შემთხვევები, როდესაც პრაქტიკულად ეს უპრეცედენტო შემთხვევა ვალდებულია სახელმწიფო შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა. ან დასრულებული საქმეები, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას ეს არსებით განხილვას არ ეხება, ეს არის უბრალოდ სასწრაფო ღონისძიება მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხესთან ესეთი ფორმა კი, ესეთი ფორმა არსებობს, რომ აი მაგალითად სულხან მოლაშვილი ყველამ ვიცით, ხო, უკვე გათავისუფლებულია, მაგრამ სულხან მოლაშვილი მთელი თავისი პატიმრობის მანძილზე იყო ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. რატომ? იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლომ დაავალა ხელისუფლებას, რომ ის უნდა ყოფილიყო იქ. ამიტომ ხელისუფლებას კი არ უხაროდა ეს, რომ ესეთ მაინც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადრე მაინც უკეთესი პირობები იყო. ნუ გახმაურებულ შემთხვევაში დაემორჩილნენ, მაგრამ ის შემთხვევები, რომელიც არ ეხება ცნობილ ადამიანებს, თქვა პოლიტიკური მიმართულებით დაპატიმრებულ პატიმრებს, უფრო აი ამ კონტექსტში ისინი არიან უყურადღებოდ. ხო და რას ამბობენ ახლა მაგალითად იგივე მახარაძესთან დაკავშირებით, ახლა მე არ ვიცავ მას, მაგრამ ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი იცავს, მე მისგან ვიცი, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს ადამიანი არის კანონიერი ქურდი და ჩვენ აქედან ვერ გავიყვანთ, ან ვერ უზრუნველყოფთ მის დაცვას იქ და ნუ ახლა ეს ვისი პრობლემაა? იგივე არის თქვა მალხაზ ზედელაშვილზე ინვალიდი ავადმყოფი, იგივე არის გოჩა ჭინჭარაძე, იქ დაინვალიდეს სხვათა შორის სალიფეხი დაუმოკლდა 8 სანტიმეტრი და ოპერაციასაც არ უკეთებენ. ეხლა რომ ეს მენჯიძვალი უნდა ამოუღონ და სხვა ჩაუდგან, ანუ პროტეზი. ერთ სიტყვით, უამრავი ესეთი ფაქტია. ხშირ შემთხვევაში მე ერთსაც ვიტყვი, რომ თვითონ იმ დაწესებულების ხელმძღვანელები უძლურები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ სურვილი აქვთ ეს შეასრულოს. მახარაძის შემთხვევაში ესე იყო. მახარაძის შემთხვევაში ღამეს უთევდა დირექტორს. მათი პასუხისგებლობაა ეს და მათ არ უნდათ ეს პასუხისგებლობა. აბა ვინ რომელი ორგანო არის? დეპარტამენტი, ხელმძღვანელობა და დეპარტამენტი დღესდღეობით იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება. იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა თუ საჯელახშულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ნუ ბაჩუ ახლა აღარ არის, მაგრამ არის სხვა. ისინი არ აძლევენ მათ იმის უფლებას და ისინი დღე და ღამე იძულებული არიან აი თავზე ადგენენ და პატარა ბავშვებივით ეფოფინონ და რაღაცა გააკეთო, რომ მართლაც არ შემოაგდათ ხელში და არ გახდნენ პასუხისმგებლები. გახმაურებაზე ბრძანეთ, ამაზე მეტი გახმაურება მახარაძის საქმეზე პრესკონფერენცია გავაკეთეთ, რეკომენდაცია მივწერეთ, სადაც შესაძლებელი იყო ყველგან გავაგზავნოთ ინფორმაცია, მაგრამ არაფერი ეშველა. ანუ ეს კიდე ცალკე თემაა, გაახმაურებ, მაგრამ აი რა გინდა, ხო გეუბნებთ, ცადეთ რომ დაცვა, რა დაცვა, ანუ სახალხო დამცველის ინსტიტუტია, ხო? ანუ კონსტიტუციური ორგანოა, მიდიხარ საჩივარს გიწერს და იმის გამო რომ შენ რაღაც ამბავი გითხარ რაღაცა პრობლემა მაქვს 400 პატიმარმა ხელი მოწერა 20 მეორე დღესვე საფყობლის რეჟიმში გადაიყვანეს ისე რომ არაფერი აუხსნიათ. ანუ რა დაცვაზე არის საუბარი? ტუბერკულოზზე რო იყო, ახლა გუშინ ვიყავი რუსთავის აი მეორე ზონაში. შევედი, აი იქ არ შეხვიდეთ თუ იქო ტუბერკულოზით მძიმე დაავადებულები არიან, შევედი პატარა ოთახია და 20-მდე მძიმე ფორმით და ტუბერკულოზით მძიმე ფორმით დაავადებული პატიმარი. ჰაერინ ხო წამ ბუღი იდგა რაღაცა რომ წარმოგიდგენიათ ეს პატარა ოთახში ამდენი და დღეიდან იწყებენ შიმშილობას განცხადება დამიწერეს და ითხოვენ გადავიყვანოთ სპეციალურ ზონაში, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულები ყოფებიან. ტუბერკულოზით დაავადებულს სჭირდება განსაკუთრებული კვება და განსაკუთრებული მკურნალობა. ჰაერი, იმ ოთახში არათუ დაავადებული ნორმალური ადამიანის ყოფნა ძალიან ისეთია. ვისთან გაქვთ ხოლმე კონტაქტი კონკრეტულად ადამიანის გვერდი სახელი რომ მითხრათ თუ შეიძლება, ვისაც კონტაქტი გაქვთ, ვისაც თხოვთ რომ რაღაცა კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში თუნდაც ანუ როცა რეკომენდაციას ვაკეთებთ, როდესაც ასეთი შემთხვევა გვაქვს, რა თქმა უნდა, დეპარტამენტის უფროსს, იმიტომ რომ გადაყვანა, არ გადაყვანა საპრობლემის დაუშვათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანა, ეს მხოლოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა წყვეტს ამას, რა თქმა უნდა, ციხის დირექტორს ამის გადაწყვეტა არ შეუძლია. მაგრამ აი მაგალითად გუშინ, თუმცა მაგალითად როცა გუშინ იყო იქ, სადაც ეს სამედიცინო ნაწილი არ ქონდათ ტელეფონი და ავადმყოფებს უჭირდათ მეორე შენობაში გადასვლა. ვთხოვენ გუშინ დირექტორის მოადგილეს იქნებ მომიხერხოთ ხაზი შემოყვანილი, დამკვირდა 23-ში შევამოწმებ თუ დააყენეს. ანუ
ხანდახან ისეთი თემები, რომლებსაც აი რაღაც იქ იყო საინტერესო, მე სულ მიყიდა რა ხდება ამ მახარაძესთან დაკავშირებით, რატომ არაკეთებენ და მე დიდხანს რომ ეძი ესო მაგას ვინ გადაიყოს ესო კანონიერი ქურდია, აი არც დავინტერესდა, აი როგორ გითხათ ეხა კანონიერი ქურდია თუ არ არის კანონიერი ქურდია, არც გამიჩნდა ეს კითხვა, არ დავინტერესებულ რომ მისი რა ბრალი იყო მის მიმართ წაყენებული, ის ხომ ერთი ჩვეულებრივი პატიმარია ამ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება პირველი ნაწილის დასრულებამდე ბატონ გელო მინდა გთხოვოთ რომ აი ოჯახის პატრონებს ასე ვთქვათ ოჯახებს ამ პატიმრების რაღაც რეკომენდაციასავით მიცეთ აი სად არის უფრო ქმედითი დარჩენილი ესეთი ხვრელები სადაც მათ შეუძლია უფრო მეტად აქტიურონ და რაღაცა გააკეთონ გარედან საკუთარი ოჯახის წევრებისთვის ისევ და ისევ ახლა სახალხო დამცველის წარმომადგენლები მე ჩემი თვალითაც ბევრჯერ მინახავს ხანდახან იქ დილიდან საღამომდე არიან ხოლმე და საჭიროების შემთხვევაში ახლა არ იზარებენ რომ იქ ბოლომდე მიყვნენ რაც მათ შეუძლიათ უნდა მიმართონ სახალხო დამცველს ეს ერთი უნდა იაქტიურონ თვითონ მათმა ადვოკატებმა ეს მეორე და უნდა მიმართონ აიგივე მედიის საშუალებებს და რა თქმა უნდა უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველაფერი ეს აი რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებს Human Rights Watch-ი არსებობს ესეთი ორგანიზაცია არსებობს PRI Penal Reform International არსებობს Amnesty International და რაც თავარია ევროპის სასამართლო სტრასბურგის სასამართლო რომლის გადაწყვეტილებებსაც თურმე ქვეყანაში არ ითვალისწინებენ ხო სამწუხაროდ მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი გროვდება შემდეგ უკვე ამას გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად ექნება თავისი მნიშვნელობა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ჩვენ ამ თემას კვლავაც დავიტოვებთ მონიტორინგის ქვეშ. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი დასასრულს ისე მივახლოვდა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ დაკავშირებია, არც საჯარო აღსრულების დეპარტამენტი. სამწუხაროდ ეს მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რაზეც ჩვენი სტუმრები დღეს აქ საუბრობდნენ. ეს გახლდათ გადაცემის პირველი ნაწილი, მეორე ნაწილში კი ჩვენ ვისაუბრებთ ენგურჰესის გაყიდვის თემაზე ექსპერტებთან მამუკა არეშიძესთან და ნიკო ორველაშვილთან ერთად დაგველოდეთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ეთერშია უცნობი კავკასია, საქართველოს ხელისუფლება და რუსეთის სახელმწიფო კომპანია ინტერრაო ენგურჰესის ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ ასე მარტივად ჟღერს რთული თემა, რომელიც ბოლო დღეებში მრავალმხრივი ეჭვის საფუძველი გახდა. ჩვენ სტუდიაში ამ თემაზე ბატონ მამუკა არეშიძესთან ბატონ ნიკო ორველაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონ ნიკო, მოსახლეობამ გაიგო ერთი ძალიან მარტივი რამ. ენგურჰესი გაიყიდა და მიეყიდა რუსებს. ძალიან მარტივად და სქემატურად რომ ვთქვათ. ასია ეს თუ არა? ჯერჯერობით ზუსტად რა მოხდა კაცმა არ იცის, საბედნიეროდ გაფორმებული დოკუმენტი გახლავთ მემორანდუმის სტატუსის და ხელშეკრულება ჯერ მხოლოდ მზადდება. მე ვფიქრობ, რომ ერთგვარად ეს შანსია მთელი ქართული საზოგადოებისთვის მიცემული, ხელშეკრულება, უпростоრეთ მემორანდუმი არ დაუშვათ, რომ იქცეს ხელშეკრულებად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს კარგავს, ძალიან ძნელია გადაჭარბებით შეაფასო უზარმაზარ სიკეთეს. ხლა რა არის თვითონ ეს უზარმაზარი სიკეთე? ენგურჰესი არ არის ჩვეულებრივი ენერგოობიექტი. დაუშვათ იგივე გარდაბნის ბლოკი, რომელიც ადგილზეა კონსტრუირებული და შეგიძლია დაშალო აწვო. ეს არის ურთულესი ჰიდროკომპლექსი, ნაგებობა, რომელიც სათავეს იღებს წალენჯიხის რაიონიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული წყალსაცავი და დამბა. შემდეგ გვირაბის გავლით მიეწოდება უკვე წყალი, ტექნიკური წყალი გენერატორებს. გვირაბშია ის 5 გენერატორი, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ეს ვისი მართვის ქვეშ არის? ეს არის ერთობლივი მართვის ქვეშ, უბრალოდ ჯერ აღწერილობა დავამთავრე, ამას აუცილებლად ვიტყვი. შემდეგ უკვე ეს წყალი ჩაედინება გალის ხელოვნურ წყალსაცავში საბერიოსთან და საბერიო გახლავთ უკვე დე-ფაქტო აფხაზური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, იქაა განლაგებული მართვის პულტი. შესაბამისად, სიტუაცია უაღრესად თავისებური. როცა ერთმანეთის გარეშე ვერც აფხაზური და ვერც ქართული მხარე ვერ მოახერხებდა ენგურჰესის ექსპლუატაციას. და ყველაზე რთულ და ცხელ პერიოდებში ენგურჰეს საფრთხე არ შექმნია. ენგურჰესზე დღესაც მუშაობს ქართულ-აფხაზური კოლექტივი და ჩემთვის არის ადამიანურად და როგორც ქართველისთვის ძალიან საამაყო და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ იქ არის უნიკალური ხალხი შეკრებილი და ეს კოლექტივი გახლავთ ალბათ სანიმუშო მაგალითი, ერთგვარი მოდელი სიმბოლო
ქართულ-აფხაზური ურთიერთობების. მე ვიცნობ ამ კოლექტივის დიდ ნაწილს და ამიტომ თავისუფლებას ვაძლევ თქვა, რომ ეს იყო მართლაც ისეთი მოდელი, საიდანაც იმპულსები ყოველმხრივ უნდა გავრცელებულიყო. მოხდა პირიქით. მოხდა აბსოლუტურად პირიქით, სხვათა შორის თვენახევრის წინ აფხაზ კოლეგებთან ერთად, როდესაც ვიხილავდით საფრთხებს, რამ შეიძლება ხელი შეუშალოს იმას, რომ ენგურის კომპლექსი განვითარდეს და იქ არის რეზერვები, რომელმაც შეიძლება დამატებით 200 მეგავატი დადგმული სიმძლავრე მოგვცეს. ყველაფერი დაუშვით, ყველაფერზე ვიფიქრეთ, შეიარაღებული აგრესიის და ომის ჩათვლით. ამას ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი და მისი მინისტრები ლანგარზე დადებულს მიართმევდნენ რუსებს. და მე მაშინ მოვისმინე საყვედური ოღონდ სხვა ნაწილში, ქართული ხელისუფლების უგერგილობის და თავქარიანობის გამო, რომ თქვენ იმდენს იზავთ ქართველები, რომ აფხაზეთს თქვენს დაკარგავთ და ჩვენს დაგვაკარგიებთო. ახლა დღეს რასაც მე ვხედავ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის და განვითარების მოდელი იყო პირველ რიგში ეს ჩემთვის. ეს მოდელი რუსებმა ერთბაშად გამოგვართეს ხელიდან ქართველებსაც და აფხაზებსაც. ამას თუ იმასაც დაუმატებთ, რომ სერიოზულად აქვს განზრახული გალის რაიონი პრაქტიკულად გარნიზონად აქციონ, ჩვენ მივიღებთ შუა საქართველოში ახალ კენინგსბერგს, ანუ კალინინგრადის ოლქს. კალინინგრადის ოლქი ნურავის მოგონება ან რუსული ან ბალტიის სახელმწიფოების ტერიტორია, ეს ყოფილი პრუსია, იმანუელ კანტის სამშობლო, რომელიც დღეს რუსებს აქვთ ოკუპირებული და სოლივითაა შეჭრილი შუა ევროპულ სივრცეში, ცივილიზებულ ევროპასა და ბალტიისპირეთს შორის. ბატონ ნიკო, ჩვენ ამ დეტალებს მემორანდუმის რა თქმა უნდა დაუბრუნდებით, ბატონ მამუკას მინდა ერთი ფრაგმენტი გავაცნოთ მინისტრის ხეთაგურის განცხადებიდან, ის სამი ფაქტორის გამო ამბობს, რომ გაფორმდა ეს მემორანდუმი პირველ რიგში ქართული მხარის ფინანსური დაინტერესებით, ამაზე მოგვიანებით ბატონ ნიკო გვეტყვის ალბათ უფრო დეტალურად, მეორე ენგურჰესის უსაფრთხოებით და მთლიანობაში ენერგოსისტემის უსაფრთხოებით. ქვეყნის უსაფრთხოება, რეგიონის უსაფრთხოება, საერთოდ მსოფლიო უსაფრთხოების თემატიკა სულ ენერგორესურსებზე და ენერგომატარებლებზე გადის ამ მომენტში განსაკუთრებით 21 საუკუნეში. როგორ ფიქრობთ, აი ამ ტიპის ნაბიჯმა, რაც ხელისუფლებამ გადადგა ნაწილობრივ უკვე შეიძლება თუ არა, რომ ეს გარანტიები გააძლიეროს უსაფრთხოების? გააჩნია ხა ჩვენ რასგულისხმობთ უსაფრთხოების გარანტიებში. შეიძლება მინდა ვთქვა, რომ აი რადგან დაიწყეთ მინისტრი ხეთაგურის საუბრით, რადგან მინისტრის დონეზე შემოიფარგლა ასეთი უნიშნელოვანესი ფაქტის კომენტირება ქართული საზოგადოებისთვის, რადგან უმაღლესი ხელისუფლების, ან თქვა პრეზიდენტი, ან პრემიერი, ან თუნდაც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე თავის თავს უფლება არ მისცემს ამ თემაზე ელაპარაკა. კიდევ ერთხელ მეტყველებს ძალიან კარგად იციან, რომ არაპოპულარული ნაბიჯი და საზიანო ნაბიჯი გადაუდგეს ქვეყანაში. თუმცა მათ იციან რა თქმა უნდა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგეს, არ გადაუდგოს ენერგეტიკის მინისტრს. ხო, რასაკვირველია, ამიტომ აი ბოლო ნახეს ამ საქმეში და იმას დაავალეს ამ საქმის კომენტირება, ამ თემის კომენტირება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, მე მინდა რომ ობიექტურები იყო და გითხრათ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რასაკვირველია რა OS-ი მოულის ახლა მენგურგეს და თუ მის ხელში ჩავარდა და რასაკვირველია ჩიტი არა უფრინდება არც ერთი მხრიდან. მაგრამ აქ მეორე საკითხია ლაპარაკი, აქ არის თუ ტექნიკურ უსაფრთხოებაზე ლაპარაკი გასაგებია მაშინ რაც იგულისხმა ხეთაგურმა, მაგრამ თუ აქ არის პოლიტიკურ, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ერის სიამაყეზე თქვა რაღაც ასეთი კატეგორიები თუ ვიჩვენებ, რასაკვირველია ეს არის ძალიან დამამცირებელი შემურაცხყოფელი ფაქტი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მივიღეთ ოკუპაციის შესახებ კანონი და ოკუპანტს ვაძლევთ ასე იგი ასე თქვა დამობიექტს. არ ეწინააღმდეგებაო სხვათა შორის ეს ითქვა განმარტება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების. გამაპატიარა ერთი წუთი გუშინაც დავინახე აქ ახალგაზრდები თავშეყრილი და წარმოდგენილი ჰქონდათ პლაკატი კანონის უზენაესობა. მინდა მსმენელმა მაინც იცოდეს, ეს არის ნონსენსი, ცუდი თარგმნილია. ადამიანის მიერ დაჯღაბნილი და რაღაც ანგარებიანი ინტერესებით ლობისტების მიერ გაიმასქნებული კანონი უზენაესი ვერ იქნება. უზენაესი არის სამართალი. Rule of law ითარგმნება როგორც სამართლის უზენაესობა. თავის დროზე დაუშვეს ჩვენმა თარჯიმნებმა შეცნობა და დარჩა ეს ძალიან ცუდად. და თუ მიაქციეთ ყურადღება ქარტიაში, რომელიც ახლა გაფორმდა, სამართლის უზენაესობაზეა ხაზგასმულად ლაპარაკი ქართული თარგმანის გასწორებული იყო, იმიტომ ძალიან მესიამოვნა. მოდი ახლა რამ გამახსენა ეს, რომ ხეთაგურმა თქვა, რომ კანონის ფარგლებში ჯდებაო. კანონის ფარგლებში შეიძლება ჩვენ ჩავწეროთ, რომ ამ სამეულს უფლება გვაქვს, გავიდეთ ახლა და ყუმბარებით ამოვხოცოთ, ვინ შეგვხვდება, ან შუფრის დავახალოთ. კანონის თვალსაზრისით ვიქნებით კი, სწორი, უფლებამოსილი, მაგრამ იქნება ეს სამართლიანი. ამიტომ ხეთაგურიც მაინც და მაინც დიდ ბედნიერებას ვერ გამოხატავდა მისი სახე, როცა ამ განცხადებას აკეთებდა და აკვირდით და კიდე ერთი უნიშნელოვანესი, რაც ჩვენ გამოგვრჩა,
და 2 დღის წინ ლაშა ჟვანიამ პირდაპირ ეთერში ახსარებასავით თქვა. ხეთავს ევალება პოლიტიკის მართვა, მაგრამ ობიექტის გასხვისება ეს გახლავთ ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა. და ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ გაიგო ჟურნალისტებისგან. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე თქვა საჯაროდ. მართლაც ანუ რითიც მოიხსნა მან პირადი პასუხისმგებლობა ამ არ მაქვს არანაირი საფუძველი ამ შემთხვევაში ლაშა ჟვანიას ამ განცხადებაში ეჭვშევით, ანუ მე მჯერა რომ ის გულწრფელი იყო, თუმცა მე უკვე როცა მან დააპირა გაემართლებინა ეს ფაქტი. ნუ მაშინ აშკარად აღარ გახალდათ გულწრფელი, იმიტომ რომ ახლა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს იღებ და მართლა იგივეა მგლის ცხვრის ფარას მგელი დაუყენო წემსად და ჩათვალო რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბატონო ნიკო, რაც ეხება ფინანსურ ინტერესს, აქამდე ჩვენ მსმენელმა ალბათ ნაწილმა იცის, მაგრამ მაინც მინდა შევახსენო, რომ აი ავტონომიური რესპუბლიკის, რომელიც საბედნიეროდ ჯერჯერობით ოფიციალურად ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში მის მიერ გახარჯული ენერგიის საფასურს იხდიდა საქართველოს სახელმწიფო. ამიერიდან აი ამ ავტონომიის აფხაზეთის ნაწილის გახარჯულ ენერგიას და კიდევ დანარჩენსაც, რასაც მოიხმარეს სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკები, გადაიხდის რუსული მხარე. აი რა ფინანსური ინტერესია ამ ხელა, რითი შეივსება რეალურად ბიუჯეტი ღირდა ამათ. სასაცილო სატირალი რო არ იყოს, აქ ლაპარაკია 12 მილიონზე წლიურად. ლარზე თუ დოლარზე? ლარზე. და ამას უმატებენ კიდევ დამატებით, ნუ მოუკლავი დათვის ტყავს გავს ეს. ზაფხულშიო ჩვენ ზედმეტად გვეყრება წყალიო და იმას ჩვენ თურქებს ვერ ვაწვდიდითო. და აი რუსები მიაწვდიან ახლა და იქიდან დამატებით შემოვა კიდე 38 მილიონი, სულ 40 მილიონი შემოგვივა ზედმეტად. კი, მაგრამ ჯერ ერთი თურქეთს რატო ვერ ვაწვდიდით? ჩვენ ვიღაცაც ვაწვდიდით, ეს აწყობილი სქემა იყო, მაგრამ იმისთვის რომ ეს სქემა დაეშალათ, სულ რაღაც ერთი თვის წინ Silk Road-ის ცალკეული მესვეურები დაიჭირეს ჩააყუდეს ციხეში. და დღეს გამოდის რომ თურქებს ვეღარ ვაწვდით. რა შუაში არიან აქ რუსები. მე ვთქვი, თუ თვითონ ჰესის გამართულ ფუნქციონირებაზე საუბარი, ყველაზე მძიმე დღეებში და ყველაზე მძიმე პერიოდებში ქართულ აფხაზურ კოლექტივს არ გაჭირვებია არანაირი პრობლემისთვის თავის გართმევა. მით უმეტეს დღეს იქ არანაირი საჭიროება არ იყო არც რუსი მუშების, არც რუსი ინჟინერ ტექნიკური პერსონალის თუ მენეჯმენტის. თურქეთისთვის მიწოდებაც ასევე მოგეხსენებათ პრობლემა არ იყო, პრობლემა იყო სხვა რამ, პატიოსანი კონტრაქტის გაფორმება. იმიტომ ძალიან დიდი ხანია ეს პრობლემა დგას ხო ქვეყანაში. და ალბათ იდგება, ვიდრე სააკაშვილი იქნება რეჟიმის სათავეში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი მინდა წამოვწიო, რაც ამას ებმება. და არ მინდა ისე რომ ბატონი მამუკა დაგოჩაგროს, ამიტომ იქნებ. დიახ, თუ შეიძლება სულ ერთი წუთით ვიდრე თქვენ ამ დეტალებზე საუბარს განაგრძობდეთ, ბატონო მამუკა, აი ვინდა რა ვიდრე გავწდებით ამ საკითხს. რას ნიშნავს პოლიტიკურად ეს უარის თქმას აფხაზეთის რეგიონზე, როდესაც ჩვენ რუსულ მხარეს ვახდევინებთ მათ მიერ. ერთი არის გამოყოფილი ხელისუფლებაში. აი ხო ხედავთ ჩვენ ეს ისე გავაკეთეთ, რომ აიძულეთ რუსული მხარე, რომ აფხაზები არ ჩაერია. ესე იგი, აფხაზეთი როგორც სუვერენული სახელმწიფო პრაქტიკულად არ არსებობს. აი ამით რა ბახობთ. რომ ესე იგი აფხაზები ამ საქმეში ხო არ ჩართეს თავში. არა, ამის საფუძველი აღარ არსებობს. გუშინ იყვნენ ჩასული ინტერრაოს წარმომადგენლები და აფხაზებთან გააფორმეს ზუსტად იგივე მემორანდუმი. ეს გუშინ იყო, მე მანამდე ვლაპარაკობ ხდება. მე მინდა პრეისტორია გაგახსენოთ ცოტა ამ იმისი რა ქვია. 2 წლის წინ თუ არ ვცდები ივნისის თვეში შეხვედრა შედგა ჩვენ პრეზიდენტსა და რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს პუტინს შორის. მაშინ ეს საკითხი ერთ-ერთი იყო, რომელიც დაისვა ენგურგესის ხელშესყიდვის თაობას. მაშინ იქ თანხმობა თუ არა, ყოველ შემთხვევაში უარი არავის რუსებისთვის არ უთქვამს. აი მე იყო თუ გახსოვთ, მე იქიდან იყო ვიზიტი საფრანგეთში და მე დაიწყო ლაპარაკი ატომურ სადგურებზე, გახსოვთ? დიახ. და გაცხადდა რომ ფრანგები ააშენებენ აქ ატომურ ელექტროსადგურს. და მე იყო გახსოვთ 25 ივნისი იყო ძალიან კარგად მახსოვს პარლამენტში საკითხი ასე დაისვა, რომ ამოღებული იქნა ენგურგესის საერთოდ გასაყიდი თუ ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის ობიექტების ნუსხიდა საერთოდ. ეს საპარლამენტო გადაწყვეტილება იყო მიღებული ამასთან დაკავშირებით. შეიძლება საპარლამენტო არა, ყოველ შემთხვევაში ამოღებული იყო. ასე რომ, ესე იგი, ძალიან კარგად იციან ფასი და მნიშვნელობა ენგურგესის. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მე არ ვთვლი, რომ ეს არის გარკვეული ნაბიჯი დაახლოებით, ეს რამეში გაიცვალა. მე არ ვთვლი, რომ ამ პოლიტიკურ დივიდენდებს მოგიტან სიტუაცია შეიცვლება. ორ საკითხზე საუბრობს საქმესი ბოლომდე ჩაუხედავი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ხელისუფლების წარმომადგენელი. ერთი ეს არის აფხაზებთან დაკავშირებით, რაც მოგახსენეთ და მეორე ის რომ ეს რა გავგაკეთებინა ოკუპაცია მაინც მოხდებოდა ამის ყველაფრის.
ახლა აღარ მოხდება. არა, ხო, ნუ ლაპარაკობ ოკუპაციას სარგებლის გარეშე, ესე იგი. ეხლა პრინციპში იგივე ხდება ყველაფერი, პრაქტიკულად ეს არის ოკუპირებული. სარგებელი გვაქვს 12 მილიონი ლარი წელიწადში. მე რასაკვირველია ამის ახსნა, მე არაფერთ არ შემიძლია ეს ახსნა, არ მესმის უბრალოდ ეს რატო გაკეთდა, რას მიზეზი ქონდა, რა გარიგება მოხდა ამისთან და მე ვხედავ რეალურად რაც მოხდა. ბატონ ნიკო, იქ მემორანდუმში პრინციპში ხელისუფლება სულ ამბობს ამ დღეებში, მაგრამ მაინც ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბო. ამბობს, რომ 100% დარჩა საქართველოს დარჩება უკვე კონტრაქტი, როდესაც გაფორმდება საქართველოს საკუთრებაში, რომ საბჭო შეიქმნება ერთობლივი, რომელიც მენეჯმენტს გააკონტროლებს, რომ 1000 სხვა სიკეთეა ამ ყველაფრისგან და ბოლოს და ბოლოს მაინც ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენ მაინც რა ვქვია, ვერ ვაკონტროლებთ. ვერ ვაკონტროლებთ და ახლა გავაკონტროლებთ. გავაოფიციალურეთ ის რაც იყო ისედაც დე ფაქტო. ჩამოყალიბდა ასეთი რეჟიმი და ამას არავინ არ აპროტესტებდა. მუშაობდა იქ ქართულ-აფხაზური კოლექტივი. გამომუშავებული ენერგიის 60% მოეწოდებოდა საქართველოს ენერგოსისტემას, 40% მიქონდა აფხაზეთს. ის რა წილია ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის თუ შეგიძლიათ? მთლიანობაში ენგურხესის წარმადობა იყო ქვეყნის სიმძლავრის 45%. წარმოიდგინეთ. აფხაზებს მათი წილი ყოფნიდათ ბოლომდე და ნაწილს თვითონ აყიდებდნენ რუსები, თვითონ ასყიდებდნენ. და განიხილებოდა ობიექტი ეს აფხაზების მიერაც და ქართველების მიერაც de facto როგორც თანაზიარი, საზიარო საკუთრება. ამიტომ როცა ეს ინფორმაცია გახმაურდა, მე ვესაუბრეთ ჩემ კოლეგებს, აფხაზეთში უთხარი აქ რა ვრცელდებოდა, დარჩნენ საოცრად შეურაცხყოფილი. სხვა შორის ვცდილობდი, დღესაც ვცდილობდი დარეკვას, მაგრამ რა ჭირს ამ სატელეფონო ხაზებს სოხუმთან დამაკავშირებელი ეთყობა დაბლოკილი აქვთ. არ ვიცი და ამიტომ ასე გვიწევს კოლეგებს ერთმანეთთან საუბარი. ეს კიდე ერთი ინდიკატორი იმისა, როგორ ჯებირებს გვიქმნის მშობლიური ხელისუფლება ჩვენ თვითონვე, იმიტომ რომ ახლა ვისაც აფხაზებთან კავშირი და ურთიერთობა გვაქვს, ძალიან კარგად ვიცით, ის ხალხი არის უაღრესად ღირსეული, პატიოსანი და ყოველმხრივ საპატივსაცემო ხალხი. თავი დავანებოთ ამ საკითხს, ფასზე იკითხეთ თქვენ. დიახ. ახლა დაახლოებით ასეთი სტანდარტია მიღებული, 1 დადგმული მეგავატი რო შექმნა სიმძლავრის გჭირდება $1 მილიონი დაახლოებით. ენგურხესი დღეს, ენგურხესის სიმძლავრი წარმოადგენს $1.3 მილიარდ. ანუ მისი ფასი დღევანდელი, ესე უხეში მიდგომით არის $1.3 მილიარდ. რეზერვია კიდევ 200 მილიონის. ანუ პერსპექტივის გათვალისწინებით მინიმალური ფასი ენგურხესის არის $1.5 მილიარდ. თუ ხუდონის კვანცაც დაამატებთ, ფასი აჭარბებს 2 მილიარდს. ეს კაპიტულაციაა, ბატონო ნიკო. რატო უსვავ ხას? თან გვეუბნებიან, რომ აი რუსებს ჩვენი სიტყვაზე კი არ ვენდეთ, საგარანტიოდ რუსები გვიტოვებენ თელასის აქციებს, გარდაბნის 2 ბლოკს და ხრამი 1, ხრამი 2 სადგურებს. გვიტოვებენ, ამას ეს გარანტია ხდებენ. გარანტიის სახით გვთავაზობენ. მე დავინახე აქ სრულიად სხვა საფრთხე. ხვალზე რუსები მთლიანად მიისაკუთრებენ ენგურხესს. მოგთხოვენ უკვე ჩვენ იქით ვუხადოთ გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ფული და გვეტყვიან მე დავარღვია ხელშეკრულება და თქვენ საგარანტიოდ მათ გქონდათ აგერ თქვენი თელასი გარდაბნის 2 ბლოკი და ხო აღარ გაძლევთ. რა მძიმე პროგნოზი დახატეთ ბატონ ნიკო. ის რასაც რუსები გვთავაზობენ გარანტიის სახით ჯამურად არ ღირს $9 მილიარდი. ხოლო ენგურხესის გითხარით დღეს უკვე $1.5 მილიარდია ფასი და სუმცირე პერსპექტივისა ხელის განძრევით 2 მილიარდი ხდება თლიანი ღირებულება. აი ამ ხელშეკრულებას აფორმებს ჩვენი ბრიყვი ხელისუფლება და მეუბნეო რომ 12 მილიონს იღებს დამატებით და კიდე 38-ს ჰიპოთეტურად თუ კი თურქებთან კარგ ფასზე მოილაპარაკებენ რუსები. დიდი მადლობა ბატონ ნიკო, ჩვენ და კიდე ერთი თემა მრჩება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ბატონ მე არა მე ვთქვი ჩემ დროს იმიტომ ძალიან საინტერესო რამე ზოგადად. კარგით, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რაშიც იშვიათ რამეში ვეთანხმები სააკაშვილის რეჟიმს, მაგრამ აი როცა ისინი საუბრობდნენ რომ რუსეთთან ერთ-ერთზე თუ დარჩება საქართველო აპრიორულად დავრჩებით წაგებული. ამაში ვეთანხმები უეჭველად. თუმცა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, რომელიც მათ წამოიწყეს, ძალიან ცუდად გააკეთეს და წააგეს. მაგრამ თუ სხვაგან ახსოვთ, რომ რუსეთთან ერთ-ერთზე არ უნდა დარჩენ, რაღა ამ საკითხში დარჩნენ რუსეთთან ერთ-ერთზე, მით უმეტეს, რომ მათი ნაწილი საქმის კურსში იყო. ევროკავშირს დაწყებული ჰქონდა პროექტი ქართულ-აფხაზური, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის თუ ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, რომლის ერთი კომპონენტი იყო სწორედ ენგურხესის ბაზაზე ჩამოყალიბებული ამ თანამშრომლობის მოდელის. კი. ევროკავშირს აქ ჰქონდა დაინტერესება და იყო კიდეც მომზადებული შეთავაზება და დღესაც არის, რომ ევროკავშირი რუსებთან ერთად გამოსული იყო რაღაც ჩარჩო ხელშეკრულებით გარანტიების შესახებ
კონფლიქტის ზონებში ცეცხლის განუახლებლობისა და კონფლიქტის განუახლებლობის შესახებ. აი ჩარჩო ხელშეკრულების ქვეშ მე უკვე გზა ეხსნებოდა როგორც ევროკავშირის ფულს, ისე სხვას და დამატებით სიმძლავრე იქნებოდა, მაგრამ კიდე ერთი ყველაზე მთავარი, რაც ევროპას აინტერესებს, სხვა შორის აზერბაიჯანსაც აინტერესებს, ყველაზე მეტად სომხებს, ჩვენ და თურქებს, რუსებს ნაკლებად. ეს გახლავთ ამ საკითხის ბმა სომხეთის ატომურ ელექტროსადგურთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ლამის აფეთქდა. ესაა ბომბი, რომელზედაც ვზივართ მთელი კავკასია. ყველა ობიექტურად დაინტერესებულია, რომ სომხეთს ჰქონდეს ალტერნატიული წყარო მიწოდების ელექტროენერგიის და გააჩეროს ეს სადგური. აი დამატებითი სიმძლავრეების შექმნა პირველ რიგში ენგურჰესის ჰიდროკვანძზე და მერე საქართველოში სხვაგან იყო გასაღები ამ პრობლემის. ან შეიძლება ბევრი შანსი გაუშვით ხელიდან ამ უამრავი შანსი გაუშვით ამ საკითხზე 1 წელია ვმუშაობ მე და ვმუშაობ აფხაზებთან ერთად. მინდა გითხრა. დიდი მადლობა ბატონ ნიკო, ბატონ მამუკა, ჩვენი ხარ რაღაც კი დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თურმე უცებ მოხდა აი ამ ხელშეკრულების გაფორმება, რაც გვერდისავლით კიდევ ევროკავშირზე, რომელიც დაინტერესებული იყო და შემდეგ რატომ? აი თქვენ ეხლა რა შეთქმულების თეორიების გამოცებას არ გთხოვთ, მაგრამ როგორც ჩანს ეს არის რაღაც კაპიტულანტური შინაარსის შემცველი რაღაცა მემორანდუმი. აი რა შეფასებას მით, რატომ გახდა, რატომ დარჩა პირისპირ, როგორც ბატონმა ნიკო ბრძანა, რატომ გადაწყვიტა რომ დარჩენილიყო პირისპირ რუსეთთან ამ მხოლოდ ამ მიმართულებით. ვიდრე მამუკა ეთქოს, რატყობა ძალიან ინტიმური გრძნობები აგეძრათ ერთმანეთის მიმართ და იმიტომ დარჩნენ პირისპირ. თქვენი ვერსია ბატონ მამუკა. მე მაინც ვთვლი, რომ ძალიან სერიოზული სხვაშორის უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის მე მაგალითად ესეთი გუმანიზმი ვქნობ, რომ მეხუთე კოლონის არსებობის თავობაზე რა თქმა უნდა ამას ლაბორატორია ეს ფაქტია. მაგრამ ამ მეხუთე კოლონის გარდა მე ვხვდები, რომ ძალიან სერიოზული ტრანსნაციონალური ორგანიზაციებია ჩართული ასეთი ტიპის მუშაობაში საერთოდ, რომლებიც ყოველთვის თავის ინტერესებს მისდევენ. ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფის ინტერესები საქართველოში ამ ესე ვთქვათ, ჯგუფების ინტერესები და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. აქ ვიღაცამ ძალიან დიდი მოგება ნახა, ესე იგი აი 12 მილიონი ლარის მიღმა. და სახელმწიფო წრეებს რა თქმა უნდა გულისხმობთ აი ამ თქვენს ვერსიაში, რასაც გთავაზობთ. მისთვის მათთვის ინტერესების ქვეყნის არის აბსოლუტურად მეორე. ძალიან მოკლედ ბატონო ნიკო, თუ შეიძლება. ფინალური შეფასება თუ შეიძლება. შეფასება ჯერ მელანი არ არის შემშრალი ქართულ-ამერიკულ ქარტიაზე. სადაც წინა პლანზე იყო წამოწეული ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოება, მათ შორის ეკონომიკური ასპექტები და ენერგო დამოუკიდებლობა და ამ დროს, როცა ჩვენ ღვთისმსწავლობით ენერგო დამოუკიდებლობა ელექტროენერგიის ნაწილში პრაქტიკულად ჰქონდა. ჩვენმა ბედოვლათმა ხელისუფლებამ თვითონ აღიკვეთა ეს. როგორ გავიგოთ ხელსაწერს? თქვენ გაქვთ ვინმეზე კონკრეტულად? შეიძლება თქვათ, რომ ამან. ნუ ახლა ჯერ ერთი დავიწყოთ მედუქიძე აქ რას აკეთებს მისი ჩამოსვლის დღიდან. ვისთვის იყო დასამალი რუსეთის მოჭარბებული ინტერესები ენერგეტიკული საკითხების და ობიექტების მიმართ. ჩუბაისმა ის ლიბერალური იმპერიის კონცეფცია რო შექმნა, გამოაქვეყნა მთელ ქვეყანას გააგებია, ამას ვაპირებო და აკეთებს კიდეც. ჩვენ ვერ გავიგე რატო ჩავთვალეთ ეს ბავშვურ თამაშად თუ ღლაბუცად. თუ ვინმე ღლაბუცობს ისევ ну არ ვიცი ჩვენი ვაიპრეზიდენტი სულ ნახევარი წუთი თუ შეიძლება თუ ფინალურ შეფასებას გვეტყვით, იმიტომ რომ დასრულდა ჩვენი გადაცემის როგორ დიდი ხანია თუ შეიძლება. ой, უკაცრავ. ფინალური შეფასება. ну თუ ქართველებს საკუთარი მომავალი რამე გვიღირს და გვინდა რომ ქვეყანა სულ არ დაგვეშავლოს ხელში. არ უნდა დაუშვათ ამ ხელშეკრულების გაფორმება და ძალაში შესვლა. ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის. უკაცრავად რომ ბევრ დეტალზე ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყურადღების გამახვილება, თუმცა ეს არის თემა, რომელიც ძალიან აინტერესებს ჩვენს ფორმატში და აბსოლუტურად გეთანხმებით, ალბათ კიდევ არასაკმარისია და ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე. იმიტომ ჩვენ თუ ხვალ გვინდა ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ, ну ამას ენერგო საფუძვლების გარეშე ვერ გავაკეთებთ და საფუძველთა საფუძველი გახლავთ ენგურჰესი. ძალიან დიდი მადლობა, ეს გახდათ პროექტი უცნობი კავკასია, რომელიც გემშვიდობებათ ხვალამდე. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.